ეროვნულ-დემოკრატიული პარტია დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნას ითხოვს. საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის 2011 წლის ანგარიშის საფუძველზე, სადაც საქართველოს ნახევრად თავისუფალი ქვეყნების სიაში მოხდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია უმთავრესად ქვეყანაში ახალი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შექმნას მიიჩნევს. გურამ ჩახვაძე პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს, რათა ის შეფასებები, რომელიც ანგარიშია მოყვანილი, ყურადღების გარეშე არ დარჩეს და საქართველოს მომავალი წლიდან თავისუფალი ქვეყნების სიაში გადაინაცვლოს. Freedom House-ის შეფასებით საქართველოში არ არის ელექტორალური დემოკრატია, არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, პრობლემებია მედიის თავისუფლებასთან მიმართებაში, შენარჩუნებული არის ელიტარული კორუფცია. კორუფციასთან ბრძოლის საქმეში აუცილებელია თავისუფალი მეწარმეობისა და მომხმარებელთა უფლებების დასაცავად მივიღოთ ახალი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და ჩამოვაყალიბოთ რეალურად დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური სამსახური და აი ამ პოლიტიკური რეჟიმის გაკეთილშობილების დემოკრატიულობის თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია მივცეთ თავისუფლება, როგორც სასამართლო ხელისუფლებას, ასევე მედიას და ის გავანთავისუფლოთ პოლიტიკური ზეწოლისაგან.